მოგესალმებით კიდევ ერთხელ შავი ზღვის პოტენციალზე უნდა ვისაუბროთ დღეს და რა შუაში ეს განათლებასთან. მაგაზეც ვისაუბრებთ სტუმრებთან ერთად, მანამდე კი თემის მოკლე შესავალს გავაკეთებ და გეტყვით რატომ გახდა ეს თემა აქტუალური დღეს. ევროპა 2 ტრილიონ ევროს დახარჯავს საზღვაო ეკონომიკის განვითარებისთვის 2034 წლამდე. ამას ევროპის ოკეანებისა და ზღვების პაქტი ითვალისწინებს, რომელიც ცოტა ხნის წინ 29 სექტემბერს ბრიუსელში შეიქმნა და ევროკავშირის ოკეანის პოლიტიკას ერთიანი და კოორდინირებული ჩარჩოს ქვეშ აერთიანებს. ცხადია, ეს საქართველოსთვისაც გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს და უწყვეტ შესაძლებლობას და კავშირს ევროპასთან. პაქტით გათვალისწინებულია პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც ითვალისწინებს საზღვაო უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებას, სანაპირო და კუნძულოვანი რეგიონების მხარდაჭერას და ამ რეგიონებისა და თემებისთვის ახალი ან განახლებული სტრატეგიების წარდგენას. ოკეანების კვლევის, ცოდნის უნარებისა და ინოვაციების განვითარებას. ოკეანის სიჯანსაღის დაცვა და აღდგენას ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერით და დეგრადირებული სანაპირო საზღვაო ჰაბიტატების აღდგენას. ასევე ევროკავშირის მდგრადი ლურჯი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა პროფესიონალების წვდომას საზღვაო კვლევებში და ასე შემდეგ. ამ ჩამონათვალს რო უსმენდით, ალბათ წარმოიდგინეთ, რამდენი მიმართულებითაა საჭირო სპეციალისტები, რომელთა ჩართვა ამ მასშტაბურ პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. იმ საერთო სარგებლის გასაზიარებლად, რასაც პაქტის მიზნები ითვალისწინებს. და სწორედ ამ ნაწილში შეუფასებლად მნიშვნელოვანი იქნება საგანმანათლებლო ინსტიტუტების ჩართულობა. ეს შესაძლებლობა აქციონ პოზიტიურ გამოწვევად არსებული დანაკლისების შესავსებად. სწორედ ამიტომ დღეს სტუდიაში გვყავს სტუმრები, რომლებიც წარმოადგენენ სწორედ ამ დაინტერესებულ მხარეებს და შევეცდებით მათთან ერთად დაგანახოთ შავი ზღვის რესურსის პოტენციალი ეკონომიკური, ტურისტული, საგანმანათლებლო თვალსაზრისით და იქნებ გავაჩინოთ კიდეც ახალი იდეები. ამ დიდებულ შეკრებაზე ბრიუსელში საქართველოს წარმოადგენდა ტურიზმის ინსტიტუტი და მისი აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ბერძენიშვილი, რომელიც ყავს სტუდიაში საგანმანათლებლო სფეროს შესაძლებლობებზე ვისაუბრებს გივი ციცქიშვილი, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის თანაშემწე და პროფესიული უნარების ჰაბის აღმასრულებელი დირექტორი ნათია მიქელთაძე. ჩვენ ბოლო სტუმარს მეორე ბლოკში შემოგთავაზებთ, თუმცა თავიდან პირველ ბლოკში მამუკა ბერძენიშვილს უნდა მივესალმოთ, რომელიც კიდევ უფრო მეტ დეტალს გვეტყვის და უფრო გაგვანათლებს, რას გულისხმობს პაქტი და რა სარგებელი ექნება ამ ყველაფრისგან საქართველოს, იმიტომ რომ როგორც შესავალშიც ვახსენე, საკმაოდ შთამბეჭდავი თანხა დაიდო, ციფრი დაიდო და 2034 წლამდე ამის გადანაწილება უნდა მოხდეს ერთგვარად შავი ზღვის აუზის ქვეყნებზე და ველოდებით სარგებელსაც. მამუკა, ეხლა ხას დაბრუნდი ბრიუსელიდან და გვითხარი რა ხდება, აი პაქტი რას გულისხმობს? სანამ პაქტამდე მივალთ, აუცილებელია გავიაზროთ ის პოლიტიკა, რაც ევროკავშირს აქვს თავის ოკეანეებში და ზღვებში. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანი არის შავი ზღვა და შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის, ანუ საზღვაო ეკონომიკის განვითარებისთვის მას აქვს შექმნილი საერთო საზღვაო დღის წესრიგის პლატფორმა, რომელსაც ჩვენი ერთი ოკეანი, ერთი სტრატეგია, ეს არის დევიზი მთავარი. კი, ეს ანუ ამის ნაწილია შავი ზღვა, შესაბამისად საქართველოს მათ შორის და წლევანდელი, ესე ვთქვათ, ტაქტიკა შეიცვალა იმ მიმართულებით, რომ ყველა ზღვა და ოკეანე ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა და შესაბამისად ეს ეგრეთ წოდებული ლურჯი ეკონომიკა ერთი სტრატეგიით, ერთი ხედვით არის მართული, ამაში შედის საქართველოს როგორც საერთო საზღვაო დღის წესრიგის წევრი, თუმცა ასევე მაყურებლისთვის ალბათ საინტერესოა ის, რომ ეს საერთო საზღვაო დღის წესრიგი შეიქმნა 2018 წელს და მისი ხელმომწერები არიან საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტრო, შესაბამისად სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება იმის შესახებ, რომ ევროპასთან და ჩვენ მეზობლებთან ერთად განვავითაროთ ლურჯი ეკონომიკა, რომელიც როგორც უკვე აღნიშნე შესავალში მრავალ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის განათლებას და რეალურად ეს უნარები განსაკუთრებით ახალგაზრდებში უნდა გადაითარგმნოს იმ ეკონომიკურ აქტივობებში, რომელიც საბოლოო ჯამში გადის საზღვაო ტურიზმზე, საზღვაო ტრანსპორტირებაზე, მეთევზეობაზე, აკვაკულტურაზე და ასე შემდეგ. კი ბატონო, და აი ამ ყველა ჩამონათვალში ძალიან მნიშვნელოვანი არის პროფესიონალი კადრების არსებობა და ზუსტად მაგიტომაც ჩემი ინტერესი იყო, რომ კიდევ ერთხელ შეგვეხედა დიდ სურათზე აი ეს შესაძლებლობები, რა ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აი ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს, რა გვჭირდება, აი რა პროფესიები, რა მიმართულებით
შეიძლება რომ გაჩნდეს ახალი პროფესიები ამასთან დაკავშირებით მირჩევნია რომ ჩვენს მომდევნო სტუმრებს ველაპარაკო რომლებიც საგანმანათლებლო სფეროს წარმოადგენენ და დასაქმების სფეროს თუმცა რაღაც პოლიტიკის ნაწილში რამდენად მნიშვნელოვანი არის პოლიტიკის თვალსაზრისით ევროპის ქვეყნებისთვის აი ეს პაქტი ამასთან დაკავშირებით მინდა რომ შენგან მოვისმინო რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს რო არის აი ამ ყველაფერში მოაზრებული პაქტი არის ასე ვთქვათ ერთი ძალიან ძლიერი დიდი მესიჯი ყველა იმ ქვეყნისთვის მიუხედავად იმისა არიან თუ არა ისინი ევროკავშირის წევრები რომ ევროკავშირი არის პასუხისმგებლიანი ასე ვთქვათ ქვეყნების გაერთიანება და შესაბამისად მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა მოხდება იმ ქალაქებში, სოფლებში თუ ქვეყნებში რომლებიც ამ სანაპიროებზე ცხოვრობენ, რომელიც არტყამს ევროპას. აქედან გამომდინარე 2 ტრილიონი, რომელიც 2034 წლამდე უნდა დაიხარჯოს, არის ძალიან დიდი რესურსი იმისათვის, რომ ჩვენ ერთი თუნდაც განათლების მიმართულებით, ასე ვთქვათ, შევიძინოთ ის უნარები და ცოდნა, რომელიც საბოლოო ჯამში მაგალითად მეთევზეობის, აკვაკულტურის, ისევ და ისევ მეორდები, საზღვაო ტურიზმის და ასე შემდეგ განვითარების საშუალებას მოგცემს და მეორე კიდე უფრო მეტად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი ეკონომიკის, გარემოს დაცვის და ზოგადად იმ პრინციპების ჭრილში, რომელიც ზოგადად მდგრად განვითარებას და მდგრად ეკონომიკას ემსახურება და სწორედ ეს ამიტოა მნიშვნელოვანი მარტო გაუმკლავდე იმ გამოწვევას, რომელიც საზღვაო ეკონომიკის დარგში დღესდღეობით შეიძლება გვიდგას, შეუძლებელია მეზობლების და ევროკავშირის გარეშე, სწორედ ამიტომაც შეიქმნა ეს პაქტი, რომელსაც პლუს ესეთი მძლავრი ფინანსური მხარდაჭერა ახლავს თან და ეს ნიშნავს იმას, რომ ამ თანხის გარკვეული ნაწილი რა თქმა უნდა საქართველოსაც მოხმარდება, თუმცა მეორე მხრივ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ორგანიზაციები, იქნება ეს კომერციული, საგანმანათლებლო, ეგრეთ წოდებული NGO-ები, თუნდაც სახელმწიფო, ყველა ეს ვთქვათ მიმართულება სხვადასხვა ორგანიზაციის ტიპისა, იქნება ამ თანხების ბენეფიციარი და აუცილებელია რომ ვიყოთ აქტიური, ჩავერთოთ ამ პროცესში და შევეცადოთ რომ რაც შეიძლება დიდი ლუკმა მივიღოთ ამ ეკითხვა სხვათა შორის ხო უნდა დამესვა ეკითხვა ვის შეეძლება მონაწილეობის მიღება განაცხადის გაკეთება მაგალითად რომ რაღაც გრანტის სახით მიიღოს ეს თანხა თუ ვინ იქნება კოორდინაციაში აი ამ პაქტის შესრულების ორგანიზატორებთან ანუ თვითონ სახელმწიფო თუ კერძო კონკრეტული აქტორები მაგალითად იგივე როგორც ახსენებთ მკვლევარებს შეეძლებათ რომ დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა ორგანიზაციებს თუ როგორ იქნება ამასთან დაკავშირებით თუ იყო განხილვა კი შესაბამისად ამიტომაც ვახსენე საწყის ეტაპზე საერთო საზღვაო დღის წესრიგი ჩვენ ტურიზმის ინსტიტუტი ვართ საქართველოში ამ დღის წესრიგის დახმარების მექანიზმის წარმომადგენელი. შესაბამისად, ჩვენი ინსტიტუტის მთავარი მოვალეობაა მედიაცია, ეს ეგრეთ წოდებული ფასილიტაცია გაწიოს სახელმწიფოს, ანუ საქართველოს საჭიროებებსა და ევროკომისიის მიერ კონკრეტულ ღონისძიებებში გადათარგმნილი ამ ბიუჯეტის, ესე ვთქვათ, ათვისების მიმართულებით ეს კოორდინაცია. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა ამ შემთხვევაში არის ეს საერთო საზღვაო დღის წესრიგი და ჩვენ იმისათვის რომ ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს, დაინტერესებულ მხარეს მივაწოდოთ და ამ შემთხვევაში პროფილი კონკრეტული ორგანიზაციის შეზღუდული არ არის. იმისათვის რომ საერთო საზღვაო დღის წესრიგს ერთად მივაღწიოთ, ევროკავშირს აქვს სხვადასხვა დაფინანსების მექანიზმი, ასე ვთქვათ, ამუშავებული, ეს მექანიზმები მანამდეც მუშაობდა, თუმცა ამ პაქტით კიდევ უფრო გაძლიერდება და აქედან გამომდინარე სხვადასხვა პროფილის მქონე დაფინანსების მექანიზმები შესაბამისად უზრუნველყოფს იმას, რომ სხვადასხვა პროფილის მქონე ორგანიზაციებს, მათ შორის სახელმწიფოს, კერძო სექტორს, კვლევით ორგანიზაციებს, NGO-ებს კონდეს შესაძლებლობა, რომ თავისი წვლილი შეიტანონ ლურჯი ეკონომიკის განვითარებაში. კი ბატონო, კიდევ ერთი კითხვა მინდა და ისე ცოტა უნდა თავში გადავიტანო დასაწყისში ყურადღება შენი, მაგრამ მაინტერესებს ამაზე პასუხი. ის რაზეც ახლა არის საუბარი ამ პაქტში, ამ 6 ძირითად მიმართულებაზე, ხო? ეს ყველაფერი აქამდეც ისედაც ხო კეთდებოდა.
ეს თანხა 2 ტრილიონი, რომელიც არის ძალიან დიდი თანხა, რა мотивაციით გაჩნდა ეს ახალი პაქტი, ახალი საჭიროებები, რამ გააჩინა мотивაცია, რომ რაღაც ახალი ტალღა დაწყებულიყო აი ამ საზღვაო რესურსების ათვისების მიმართულებით. იყო რამე კონკრეტული მიმართულება, რამაც გააჩინა ეს საჭიროება, რომ მოდი ახლა ახლებურად გავაკეთოთ და ახლებურად შევხედოთ ამ ამბავს. აქ თავარი ცვლილება იყო ის, რომ როგორც თავიდანვე აღნიშნეთ, ყველა ოკეანე და ზღვა ევროპის ერთი ხოლგის ქვეშ მენეჯმენტის თვალსაზრისით გაერთიანდა, მათ შორის შავი ზღვაც. მეორე მხრივ შავ ზღვაზე განვითარებული კონფლიქტი, რომელიც ესე ვთქვათ აზიანებს არა მხოლოდ ეკონომიკური ცხოვრების დეტალებს, არამედ სხვა ყველა მიმართულებას ყოველდღიურობისა და ესე ვთქვათ მსგავსი საკითხები სხვა ზღვებსაც და ოკეანეებსაც შეეხო გასული რამოდენიმე წლის განმავლობაში ევროპის მასშტაბით. აქედან გამომდინარე მოხდა გადააზრება და იმის ესე ვთქვათ გათვალისწინება, რომ ზღვები და ოკეანები გარკვეულწილად მეტნაკლებად ერთნაირ ესე ვთქვათ ერთნაირი გამოწვევების წინაშე დგანან, მაგრამ მეორე მხრივ გარკვეულ ესე ვთქვათ აკვატორიებში გარკვეული ცოდნა შეიძლება უფრო მეტი იყოს დაგროვილი ან ნაკლებად, მაგალითად ამ შემთხვევაში შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შავი ზღვა ჩამორჩება ხმელთაშუა ზღვის ესე ვთქვათ იმ გამოცდილებას, რაც ლურჯი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით არსებობს და აუცილებელი იყო იმ საერთო პლატფორმის შექმნა, რომელიც ამ ცოდნას და გამოცდილებასაც გააზიარებდა. რაღაცა ეკონომიკური სარგებლის გარდა, რაღაცა პოლიტიკის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთიანი იყოს ევროპის ქვეყნების შესაბამისად ასე ვთქვათ, ან პოლიტიკის მდგენელი იყო ბოლო პერიოდში განვითარებული ეს ესე ვთქვათ კონფლიქტები და თამდები მოვლენები პირდაპირ აჩვენებდა და აჩვენა ევროპას, რომ აუცილებელი არის ესე ვთქვათ ამ ეკონომიკურ პროცესს პოლიტიკური თვალსაზრისითაც შევხედოთ და შესაბამისად ეკონომიკა და პოლიტიკა რა თქმა უნდა გადაჭრილია. კი ბატონო, და ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებად რაც საერთაშორისო იურისდიქციასთან შესაბამისობა და ერთიანი იურისდიქციის ქვეშ მოქცევა არის აი ამ ქვეყნების და არ მინდა რომ გამორჩეს და გადავიდეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ამბავზე, რაც ეხება შავი ზღვის წყალქვეშა ბიომრავალფეროვნების გამოყენება. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი იქნება და ჩვენ შეგვიძლია რომ შესაძლებლობა გამოვიყენოთ ჩვენი ბიომრავალფეროვნების ასათვისებლად და ტურიზმის გასავითარებლად. ტურიზმი კიდე შენი ისეთი ინტერესის სფერო არის. გითხარი ამ მიმართულებით რა რესურსი აქვს ჩვენს ქვეყანას და როგორ რა ნაწილში შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენ ის შესაძლებლობა, რასაც ეს პაქტი გვაძლევს. ნუ ამ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ ისე და ისე მეორდები საერთო საზღვაო დღის წესრიგის ეროვნული ცენტრის ფუნქციის შესრულებისას ტურიზმის ინსტიტუტი ასევე ამავე პლატფორმის ფარგლებში არის ხელმძღვანელი ასე ვთქვათ მდგრადი ტურიზმის განვითარების პროექტისა შავ ზღვაზე, რომელიც აკეთებს ფოკუსს წყლის ქვეშ არსებული კულტურული მემკვიდრეობის საფუძველზე ტურისტული პროდუქტების შექმნისა. ირგვლივ შესაბამისად ჩვენ გვაქვს შავ ზღვაში, ქართულ აკვატორიაში რა თქმა უნდა ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ წყლის ქვეშ არსებული კულტურული მემკვიდრეობა გამოვიყენოთ ტურისტული პროდუქტების განსავითარებლად, მაგალითად სულ ახალხანს ჩვენი რუმინელი კოლეგების დახმარებით აღმოჩენილი იქნა ჩაძირული კუნძული უკაცრავად სარფის მიდამოებთან. შესაბამისად ძალიან დიდი პოტენციალი არის ისტორიული სატვირთო თუ სამხედრო გემების ჩაძირვის ადგილებიდან მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგადად საქართველოს ისტორიაზე, იმაზე თუ როგორ იყო საქართველო დაკავშირებული მუდმივად ევროპასთან ამ მიმართულებით და ამ ყველაფერზე დაყრდნობით შეიქმნა სხვადასხვა ტურისტული გამოცდილებები, მაგალითად იგივე როგორიც არის მუზეუმები ან ციფრული გამოცდილებები, ციფრული გადაწყვეტილებებით წყლის ქვეშ არსებული ეს კულტურული მემკვიდრეობა გაცოცხლებული შესაბამის ცენტრებში, სივრცეებში თუ იგივე მუზეუმებში. შესაბამისად ეს ესე ვთქვათ მისცემს შესაძლებლობას არ მხოლოდ ბათუმს, არამედ მიმდებარე არეალებს კიდე უფრო მეტი სხვა პროფილის ტურისტი მიიღოს, ტურისტული ნაკადები გადანაწილდეს და ასევე ესე ვთქვათ სეზონის მიღმა მუდმივად არსებობდეს ისეთი საინტერესო ესე ვთქვათ აქტივობების არეალი, რომელიც ასეთ კულტურულ მემკვიდრეობას
უკავშირდება. კი ბატონო და ამ ნაწილში აუცილებლად შემოვიყვანოთ განათლების ფაქტორი. აქამდეც ვიცოდით რომ სარფში ჩვენ წყალქვეშ ქონდა ძალიან საინტერესო რაღაცები, მრავალფეროვანი არის ჩვენი სანაპირო ნაწილი შავი ზღვის, მაგრამ რაღაც აი ვერ ხერხდებოდა ამის ათვისება და კვლევები თუ რატო ვერ გახდა პრიორიტეტი ეს მიმართულება, ამასთან დაკავშირებით არ ვიცი კითხვებს სხვა სტუმრებთანაც დავსვავ, თუმცა ფაქტია რომ რაღაც ტურიზმის ისეთი მნიშვნელოვანი და მიმზიდველ მიმართულება ჯერჯერობით ვერ იქცა. შენ ხედავ თუ არა ამ ნაწილში რაღაც სპეციალისტების დეფიციტს და განათლების როლს სასწავლებლებს, აი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლს რაში ხედავ? ნუ აქ უპირველეს ყოვლისა საგანმანათლებლო დაწესებულებები და კვლევითი ორგანიზაციები უნდა თამაშობდნენ უპირველეს ესე ვთქვათ როლს. უნდა ითქვას რომ ამ მიმართულებით მართალია ჩვენი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებები აქტიურობენ და ყველა ის ესე ვთქვათ ჩვენს მიერ მანამდე ნახსენები საკითხი იყო ესე ვთქვათ მათი მოქმედების არეალში, თუმცა უნდა აღინიშნოს ის რომ შესაბამისი რაოდენობის განათლების მქონე სპეციალისტები და აღჭურვილობა ასევე იგივე აღჭურვილობის მიმართულებით ეს ნახსენები ჩაძირული კუნძული იქნა აღმოჩენილი რუმინელების მიერ, უпростоრედ ქართველ მეცნიერებს ჰქონდათ ეს ჰიპოთეზა და გარკვეული ესე ვთქვათ მასალები, თუმცა ვერ ხდებოდა მისი დადასტურება იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ არ ქონდა შესაბამისი აღჭურვილობა, შესაბამისი გემი, შესაბამისი აღჭურვილობით რუმინეთიდან შემოსული საქართველოში სწორედ ამ საერთო საზღვაო დღის წესრიგის განსახორციელებლად განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გახდა საფუძველი იმისა, რომ ჩვენს მეცნიერებს ეს თავისი ჰიპოთეზები, ესე ვთქვათ, დაედასტურებინათ და უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს, ესე ვთქვათ, არა მხოლოდ განათლება, არამედ ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც მსგავს საქმიანობას უნდა ახლდეს თან, არის ერთ-ერთი გამოწვევა და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ 2 ტრილიონში არის მოლოდინი იმისა, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურული და ესე ვთქვათ სხვა მიმართულებით თანხები იქნება მეცნიერებისთვის გამოყოფილი და ჩვენ შეიძლება გქონდეს იმის შესაძლებლობა რომ ეს ესე ვთქვათ ვაკუუმი ამ ნაწილში შევავსოთ. კი ბატონო და აბსოლუტურად შესაძლებელი იქნება ალბათ რომ ევროპის იმ ქვეყნების გამოცდილება გავიზიაროთ ამ მიმართულებით, რომლებსაც აქვთ უკვე ეს ტურიზმი კარგად განვითარებული. ხო, აი წყალქვეშა ტურიზმი აბსოლუტურად სხვა განზომილება, მართლაც უამრავ შესაძლებლობას იძლევა რომ ახალი პროფესიები გაჩნდეს, ხო? სხვათა შორის ChatGPT-ს ვკითხე, რომ რა მიმართულებით სწავლა არის საჭირო, როცა წყალქვეშა ტურიზმზე ვსაუბრობთ და ძალიან დიდი ჩამონათვალი მომცა, არ ვიცი, წყალქვეშა ექიმი და ფოტოგრაფი და არ ვიცი, უამრავი პროფესია ჩამომითვალა, რაც არ გვაქვს. არქეოლოგები, არქეოლოგიას კიდე დამატებითი ცოდნა და უნარები სჭირდება. და აღჭურვილობა ისე საერთოდ ძალიან საინტერესო სპეციალობა იყო და არ გამომრჩეს ეს არის წყალქვეშა ტურიზმის ტურების შემდგომ მონიტორინგს აკეთებს სპეციალისტი ხომ არ დააზიანეს ის მრავალფეროვნება წყალქვეშა რომელიც გვაქვს და უნდა გავაფრთხილდეთ ან როგორც ტურისტული ატრაქცია ხო არ დააზიანა აუდიტი მონიტორინგი არ ვიცი, საინტერესო არის ძალიან ჩემი აზრით და დიდი პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით ალბათ ჩვენს ქვეყანას გითხარით პერსპექტივაზე, როდიდან შეიძლება ველოდოთ რომ რაღაცა ეს იდეები კონკრეტულ ხელშესახებ პროექტებად გადაიქცეს და ეხლა ვინც გვიყურებს ალბათ ამ თემებით დაინტერესებული მკვლევარი იქნება თუ ახალგაზრდა, რომელსაც არ უფიქრია რომ საზღვაო სფეროში ამ მიმართულებით მიიღოს განათლება, რაღაც მათი ყურადღება მივიპყროთ რაღაცნაირად. ნუ ეს ისე არ უნდა გავიგოთ რომ ამ პაქტამდე შესაბამისი დაფინანსებები არ არსებობდა ასობით მილიონი დაფინანსება ამ მიმართულებით დღემდე არსებობს და აქვს ესე ვთქვათ ევროპას Ocean Pact-ი არის უბრალოდ ახალი ეტაპი, ახალი მიდგომა, ახალი ბიუჯეტით შესაბამისად დღესაც კი არსებული ესე ვთქვათ გადაჭრის გზების დაფინანსების წყაროები არსებობს ბევრი სხვადასხვა ესე ვთქვათ
პროექტია, ისეთი როგორც არის მაგალითად Interreg Black Sea, ან BISEC-ის ქვეყნების დაფინანსების მექანიზმი, ან ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ფონდი, რომელიც ევროპის ფონდი, რომელიც მეთევზეობა და აკვაკულტურას აფინანსებს. ეს არის ესე ვთქვათ სხვადასხვა სახის წყაროები, რომელიც დღესვე შეიძლება იქნას ათვისებული, თუ არსებობს კონკრეტული გამოწვევა და ამ გამოწვევების გადაჭრის ესე ვთქვათ ხედვა მინიმუმ, რომ შემდგომ ეს ესე ვთქვათ ხედვა დამუშავდეს პროექტად და ჩვენც ვართ ერთ-ერთი ესე ვთქვათ ადგილი, ტურიზმის ინსტიტუტი, რომელიც იმ ადამიანებს დაეხმარება შესაბამისი ფონდების, პარტნიორების და ზოგადად იდეების განვითარებაში, ამიტომ ნებისმიერ დროს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ჩვენ ესე ვთქვათ მოგმართონ, ჩვენ თვითონ უბრალოდ ამას მნიშვნელოვანი ხაზი ვგავსოთ, არ ვართ დაფინანსების წყაროს მქონე პლატფორმა, მაგრამ ჩვენ ვართ მედიატორები ევროკავშირის დაფინანსების წყაროსა და ასე ვთქვათ, შავი ზღვის სხვა ქვეყნებს შორის. მამიკო, ბოლო კითხვა, მაინც უნდა ვიკითხო, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც პრიორიტეტად დაისახოს თვითონ ქვეყანამ, სახელმწიფომ, რომ ამ რესურსის ათვისება და მიღება მოხდეს. გასაგებია, რომ ორგანიზაციები მოხალისეობრივად, როგორც თქვენ ხშირ შემთხვევაში აკეთებენ ამას, რომ ინფორმირება მოხდეს ადამიანების, ვისაც შეიძლება დააინტერესოს ეს თემები, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რაღაც აი ფოკუსი გააკეთოს თვითონ სახელმწიფომ აი ამ თემებზე და რესურსის მიღებაზე. ერთი რომ სახელმწიფომ ამ პლატფორმას ხელი მოაწერა და პასუხისმგებლობა აღებული, ეს უკვე ამაზე მეტყველებს, თუმცა მეორე მხრივ ესე ვთქვათ, ამას სჭირდება უფრო მეტი აქტიურობა, თუნდაც ის ფაქტი, რომ 20% ჩვენი მშპ-ი გენერირდება ლურჯი ეკონომიკის კუთხით, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს, თავად სახელმწიფო ორგანიზაციებსაც შეუძლია ამ ესე ვთქვათ გრანტების მიღება, მაგრამ ასევე ხელი შეუწყოს სხვა ორგანიზაციებს, რომ ეს გრანტი ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მარტივად სწრაფად ესე ვთქვათ იქნას ადაპტირებული, მიღებული ამ პროცესში, ამის პოზიტიური ესე ვთქვათ სიგნალები არის უკვე, თავად ჩემს ორგანიზაციაზე შემიძლია დაყრდნობით ვთქვა ეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად ადაპტირებული იქნება და ბიუროკრატია ნაკლებად შემცირდება, რადგანაც ევროპის მხრიდანაც არ აკლია ამ თანხების გაცემას ბიუროკრატია და შესაბამისად ორივე მხარემ უნდა ითანამშრომლოს, რაც შეიძლება ესე ვთქვათ მოქნილ რეჟიმში. კი ბატონო, და მანამდე ჩვენ უნდა დავახვედროთ სპეციალისტები ამ პროექტებს და მადლობა მინდა გითხრა შენ და უნდა დაუთმოთ ახლა საგანმანათლებლო სექტორს ჩვენი ეთერი, წარმატებები თქვენს ორგანიზაციას და იმედი მაქვს, რომ მე კიდეს ახალი კარგი ამბებით დაგვიბრუნდები, როგორ მიდის პაქტის შესაბამისად პროექტების ათვისება ქართველი სპეციალისტების მიერ. მამუკა ბერძენიშვილს მადლობა და ვემშვიდობები და სტუდიაში მინდა რომ მოვიწვიო ჩვენი მომდევნო სტუმრები, გივი ციცქიშვილი, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის თანაშემწე აკადემიური მიმართულებით და ნათია მიქელთაძე, პროფესიული უნარების ჰაბის აღმასრულებელი დირექტორი. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა რომ რეჟისორს თქვა, რომ თუ გვაქვს ნათიას ხმა, იმიტომ რომ მიკროფონი კარგი, სანამ ნათიას მიკროფონს ჩავრთავთ, მანამდე ბატონი გივი შეგვიძლია რომ ბატონ გივის ვკითხოთ. ბატონ გივი, აი პირველ სტუმარს თქვენც იყავით სტუდიაში და უსმენდით, რამდენად მნიშვნელოვანი არის ის სიახლე, რომელსაც გულისხმობს ეს პაქტი და ამ 6 მიმართულებიდან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი მიმართულება არის განათლება, კვლევები, ინოვაციები, ახალი უნარები და ასე შემდეგ. აი როგორ ხედავს მაგათად საზღვაო აკადემია, თქვენი საზღვაო სასწავლებელი თავის როლს აი ამ ნაწილში. მოგესალმებით. საზღვაო პროფესია და მეზღვაური საქმე, როგორც იცით, ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა, ლამის 3000 წელი. ის არსებობდა პაქტამდე და იარსებებს პაქტის შემდეგაც. ცხადია. თუმცა პაქტი ახალი შესაძლებლობა არის. ეს პაქტი ფოკუსირებას აკეთებს იმ საკითხებზე, რომლებიც დღეს არის აქტუალური. კი ბატონო. მნიშვნელოვანია და ეს ძალიან კარგი წამოწყებაა, მით უმეტეს იმ ბიუჯეტით, რა ბიუჯეტით მას გააჩნია, ბევრი რამე საშუალებას იძლევა. საზღვაო საქმე და საზღვაო დარგი თვითონ არის ტექნიკურად ძალიან სწრაფად განვითარებადი დარგი. ამიტომ მას მუდმივად ჭირდება განახლება.
კი ბატონო. ჩვენ ყოველთვის თვალს ვადევნებთ იმ ახალ ტენდენციებს, რომლებიც სოფლიოში მიმდინარეობს საზღვაო დარგში და ვცდილობთ, რომ ჩვენც რაღაცნაირად მივყვეთ ამ ტენდენციებს და გავამახვილოთ ყურადღებები ჩვენ სამეცნიერო კვლევებში თუ ეს იქნება საგანმანათლებლო პროგრამებში აი ამ ახალი კომპონენტების ჩადება. კი ბატონო, ბატონ გივი, ნახეთ საზღვაო აკადემია ძირითადი მიმართულებები რაც აქვს არის ძირითადად გემთან არის დაკავშირებული ეს პროფესიები, რასაც თქვენ ასწავლეთ. თუმცა საზღვაო აკადემიას ასევე აქვს პროფესიული სასწავლებელი და გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზეც შესაძლებელია უამრავი სხვა მიმართულებითაც, ხო? მაგრამ ნახეთ, როცა ზღვის რესურსის ათვისებაზე არის საუბარი, აი როგორ ხედავთ, დიდ სურათზე როგორ ხედავთ ამ საკითხს, როგორ შეიძლება დატვირთოთ მაგათაც თქვენი პროფესიული სასწავლებელი ან მაღალ აკადემიურ საფეხურზე რა ახალი პროფესიები შეიძლება გაჩნდეს ყველაფერი აი ამ პოტენციალის ათვისების შესაბამისად და იმის შესაბამისად რომ გარდა იმისა რომ შეიძლება ქართველი მეზღვაურები ძალიან მოთხოვნადები იყვნენ მსოფლიო ბაზარზე შავი ზღვის აუზის ათვისებაზე პოტენციალის ათვისებაზე და ეკონომიკის განვითარებაზე ტურიზმის განვითარებაზე და ასე შემდეგ ძალიან დიდი თემა არის ამ ნაწილში ფიქრობთ თუ არა რომ შეიძლება გაჩნდეს საჭიროება რომ ახალი პროფესიები დაამატოთ და ამ მიმართულებითაც გახადოთ თქვენი სასწავლებელი მოთხოვნადი და პოპულარული და რიგში თვითონ გეტყვით ქართველი მეზღვაურის როლს აი მსოფლიო საზღვაო სფეროში, როგორც იცით 2019-2020 წლის შემდეგ, აი პანდემიის შემდეგ ქართველი მეზღვაურის როლმა ძალიან წამოიწია მსოფლიო ბაზარზე, არა? ეს იყო გამოწვეული იმით, რომ პირველ რიგში აიმომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ გამოაცხადა მეზღვაურის პროფესია როგორც საკვანძო პროფესია და მოუწოდა თითოეულ ქვეყანას რომ ეგენიც ასე მოქცეულიყვნენ, რაც საქართველოსაც გააკეთა 2020 წელში და მეზღვაურის პროფესია გამოაცხადა საკვანძო პროფესიად. ეს გამოწვეული არის, ერთი მაგალითი ამისა ის არის, რომ სოფლიოს 80% ტვირთისა გადადის ზღვით და ამიტომ ამ პროფესიის შეზღუდვა ან შეფერხება რაღაც პანდემიის გამო შეუძლებელი იქნებოდა. და აი საქართველოში მეზღვაურის პროფესიის გამოცხადებამ, როგორც საკვანძო პროფესიამ არ შეაფერხა ქართველი მეზღვაურების მიწოდება მსოფლიო ბაზარზე, ხო, რაც პრობლემური იყო აზიის ქვეყნებისთვის და ბევრი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც და ქართველი მეზღვაური წინ წამოიწია, გამოჩნდა მისი სრული პოტენციალი, მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო, აი თუ ავიღებთ თლიან მეზღვაურების რაოდენობას, ჩვენი რაოდენობა არც ისე დიდია, მაგრამ ამით გამოჩნდა. რაც ახალ პროფესიებს და პოტენციალს ათვისებს. როდესაც შენ გამოჩნდები და უკვე გიყურებენ, რა თქმა უნდა, შენი დონეც უნდა იყოს მაღალი, ხო? ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ აი ფეხი აუგოთ ამ ყველაფერს. რაც შეეხება ახლა ჩვენთან აი საგანმანათლებლო პროგრამებს, გარდა აი საზღვაო პროგრამებისა, როგორც არის საზღვაო ნავიგაცია, გემის მექანიკა და ელექტრომექანიკა, ჩვენ გვაქვს ასევე ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი, სადაც ისწავლა ბიზნესის ადმინისტრირება, ეს ბათუმშიც და ფოთის ფილიალშიც და ძალიან საინტერესო და ზუსტად აი იმ საკითხთან დაკავშირებული პროფესიები, რომლებიც ჩვენ ვახსენეთ, გვაქვს ასევე ფოთშიც, ეს არის მეთევზე გემის ნავიგატორი, მეთევზე მეზღვაური და ასე შემდეგ. კი ბატონო, ლოჯისტიკის მიმართულებითაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები როგორც იცით. მნიშვნელობა, ანუ თავარი ის არ არის, რომ გახსნა ახალი ფაკულტეტები, თუმცა ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, აი დოქტორანტურა, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა, ეს ჩვენ სტრატეგიული გეგმის ნაწილი არის. დოქტორანტურის გახსნა, სადაც მიმართულებები ძალიან ფართოა. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იმ პროგრამებში, რომლებიც არსებობს, აი ამ კომპონენტების ჩადება, რომელიც ხელშეუწყობს თუნდაც აი ამ 6 პუნქტის განვითარებას, ხო? ეს ერთი მიმართულება და მეორე მიმართულება არის კვლევები. კი ბატონო. აქაც საზღვაო აკადემია ჩართულია ბევრ პროექტში, რომლებიც ეხება ზუსტად აი ამ თანამედროვე ტენდენციებს, თუნდაც აი ეს საოკეანო პაქტითაც და მანამდეც არსებული სტრატეგიებით, აიმო სტრატეგიები ძალიან მნიშვნელოვანი არის დღეს დეკარბონიზაციის საკითხი, აი ენერგოეფექტურობის და დეკარბონიზაციის საკითხი, სათბური გაზების გამოყოფის შემცირება. აი რამდენიმე დღის წინ გავიგე ინფორმაცია, რომ უკვე იწყებენ, რამდენიმე კომპანია იწყებს წყალბადზე მომუშავე ძრავების გამოშვებას და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მიღწევა იქნება
2030 წლისთვის 40%-მდე უნდა შემცირდეს აი სათბური გაზების გამოყოფა გემით. კი ბატონო, მოდით ნათიას ვკითხავ. ნათია, თქვენი ჰაბი კი ბატონო, პროფესიული უნარების ჰაბი დაკავებული არის როგორც განათლების მიცემით, ასევე დასაქმების ნაწილშიც ეხმარებით, ხო? სპორტს დამთავრებულებს, მე როგორც ვიცი. მაინც მიუხედავად ისა, რომ პირდაპირ არ გეხება თქვენ ეს ამბავი, აი ამ პაქტიდან გამომდინარე შესაძლებლობებზე მე მაინც აუცილებლად უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ გონია რომ ეს შესაძლებლობები გააჩენს მოთხოვნას ბაზარზე, დასაქმების ბაზარზე და განათლების ბაზარზე, რომ შეიქმნას ახალი მიმართულებები და ვახსენეთ ჩვენ წინა სტუმართან ტურიზმი, წყალქვეშა ტურიზმის მიმართულება, თქვენ როგორ დაინახეთ თქვენი როლი, რომ წყალქვეშა ტურიზმის განვითარებას რაღაცნაირად შეუწყოთ ხელი და დასაქმებასაც რაღაცნაირად შეუწყოთ ხელი. ფიქრობთ თუ არა, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი რეგიონი და აქვს გარკვეული პოტენციალიც, როგორ ხედავთ ამ ამბავს? კი ბატონო, მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა, თქვენს მაყურებელსაც. ძალიან საინტერესო თემას ეხებით დღეს და მინდა გითხრათ, რომ გაოცებულიც კი დავრჩი პოტენციალით აი იმ საკითხის, რომელზედაც დღეს თქვენს გადაცემაში ამახვილებთ ყურადღებას. რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, რომ ნებისმიერმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის საქმიანობაც უკავშირდება ზღვას, შესაძლებელია დასახოს რაღაცა გარკვეული ახალი პრიორიტეტები, ახალი მიზნები განსაზღვროს თავისთვის, გამომდინარე იქიდან თუ რას გულისხმობს საკუთარ თავში წინა სტუმრის მიერ განხილული პაქტი და რამოდენა პერსპექტივებს ახავს იგი მათ შორის შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის. ჩვენ მოგეხსენებათ მე ამ წუთას ვარ იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ამზადებს საერთაშორისო დასაქმების ბაზრისთვის, კერძოდ კომპანია MS-ისთვის ამზადებს გემების პერსონალს, საკრუიზო ლაინერების პერსონალს. მოცემული მომენტისთვის ჩვენ ვამზადებთ მიმტანებს, ბარმენებს, მიღება განთავსების სპეციალისტებს, ასევე ხა ვამზადებთ პროგრამებს, ფოტოგრაფის გადამზადების პროგრამას, რომელიც ასევე მოგცემს საშუალებას ძალიან მაღალ ანაზღაურებადი ვაკანსიები დაიკავონ საკრუიზო ლაინერებზე. აი, ფოტოგრაფიასაც რა დაამატებ. ხო, აი ძალიან საინტერესოა, მე ახლა აი უცებ სანამ წინა მორბედ სტუმარს უსმენდი, გამიჩნდა რამდენიმე იდეა. ძალიან საინტერესო იქნება ამ მიმართულებით ჩვენი განვითარება. იმიტომ რომ არსებობს უამრავი პროფესია, მე მეეჭვება ალბათ ახლა ბატენგივიც დამეთანხმება, რომ ცალკე აღებული წყალქვეშა ფოტოგრაფის ან წყალქვეშა არქეოლოგის სტანდარტი არსებობდეს, სავარაუდოდ თქვათ ეგრე არ იქნება, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ ნებისმიერი სპეციალობის ადამიანისთვის დაივერის კურსის და რაღაცა უსაფრთხოების გარკვეული პაკეტის მიწოდების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, რომ ხელი შეუწყოთ იმ ადამიანების მომზადებას, რომლებიც ამ ტიპის ტურიზმს განავითარებენ. გარდა ამისა, თუნებას ნავთავ თუ ბევრი დრო არ მიმაქვს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოგცემს საშუალებას შავ ზღვაზე განვავითაროთ ტურიზმი ყველა მიმართულებით, ბევრი მიმართულებით. იმიტომ რომ როგორც ბატონმა მამუკამ ბრძანა, ჩვენ ვლაპარაკობთ არა მხოლოდ წყალქვეშა ტურიზმის განვითარებაზე, ხო მართალია ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ზოგადად შეუნარჩუნოთ სიცოცხლის უნარიანობა იმ გარემოს, რომელიც ჩვენი ყოფის, ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასზე იმისთვის, რომ მან იზრუნოს ჩვენზე. ცხადია, რომ ეს პროექტი გააჩენს ძალიან საინტერესო სამეცნიერო კვლევებსაც, რომლებიც დაკავშირებული იქნება არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებასთან, არამედ ეკოლოგიასთან, ზღვის იმ საკმაოდ მწირი, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბიოსფეროს შენარჩუნებასთან, რომლის პატრონებიც ჩვენ ავარჩევთ ზღვაში და ბევრ ძალიან საინტერესო სხვა მიმართულებას. კი ბატონო, დაინტერესებაზე უნდა გკითხოთ აუცილებლად თქვენ რაც ჩამოთვალეთ თქვენი ჰაბი რა პროფესიებსაც თავაზობს, ხო? ადამიანებს მსურველებს, ახალგაზრდებს არის ძალიან პოპულარული. ფიქრობ თუ არა, რომ
აი ამ ახალ იდეებს, რაზეც ახლა ჩვენ თქვით, თუნდაც აი ავიჩემე, მაგრამ წყალქვეშა ფოტოგრაფია და მსგავსი ექნება რაღაც პერსპექტივა, რომ ახალგაზრდების დაინტერესება გამოიწვიოს. მე მქონდა გუშინ სხვათა შორის საუბარი ერთ-ერთ პროფესორთან, რომელიც არის ლურჯი ეკონომიკის ერთ-ერთი პროექტის მიმართულების ხელმძღვანელი და გულახდილად გეტყვიო, რომ არ არისო დაინტერესება ახალგაზრდების ოკეანოლოგიასთან მიმართებითო, იმიტომ რომ რაც ეხება ზღვებს და წყლებს და ოკეანებს, დიდათ არ აინტერესებთ ახალგაზრდებსო. ანუ ზღვასთან კავშირში რაც აინტერესებთ, ალბათ არის ის პროფესიები, რასაც თავზობთ საზღვაო აკადემია, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით რაღაც შემოსავლის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო, ხო? შესაძლებლობა გვაქვს თუ არა, რომ რაღაც ახალი პროფესიები გავაჩინოთ, ასევე ძალიან შემოსავლიანი, რომელიც ასევე ეკონომიკასაც დაეხმარება და ადამიანების რაღაც აი თვითკმაყოფილებასაც გაზრდის ალბათ მათი პროფესიების გამო. ნათია მიპასუხოს. ნათიამაც მიპასუხოს, იმიტომ რომ პროფესიული მიმართულების სასწავლებელი გაქვს და ფიქრობ თუ არა, რომ ამ მიმართულებით აქვს პერსპექტივა ამ იდეებს. ძალიან მიჭირს ცალსახად გაგცეთ ამ წუთას პასუხი, მარი. მიჭირს იმდენად, რამდენადაც ალბათ არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი იმასთან დაკავშირებით, დაინტერესდებიან თუ არა ახალგაზრდები ოკეანოლოგიით, იმიტომ რომ ამას ჭირდება ცოტა სხვა პირობები, არ ვიცი, არ მინდა რომ სწორად გამიგოთ და უშნად აქვს მნიშვნელობა, შეთავაზებას აქვს მნიშვნელობა. იცით, თუ კი თქვენ ყავთ ჟაკივ კუსტო, რომელიც თავის ბატისკავზე მისცემს მათ პრაქტიკის გავლის საშუალებას და თუ კი თქვენ იკვლევთ არა მისცემთ მათ საშუალებას იკვლიონ სწავლის პროცესში არა მხოლოდ შავი ზღვა სადაც 200 მეტრზე ქვევით ვერაფერს ვერ ნახავენ არამედ ხმელთაშუა შუა ზღვა რა ვიცი ფერად და ლამაზ-ლამაზი ზღვები თავისთავად ცხადია რომ მათ გაუჩნდება ძალიან დიდი ინტერესი ოკეანოლოგიის მიმართ და არ ვიცი ისევე როგორც ალბათ ჩემი თაობის და ცოტა უმცროს თაობის უმრავლესობა დაინტერესდება ამ ძალიან ლამაზი თემით იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცი ტელევიზორით ვადევნებდით ამას თვალყურს და ძალიან გვაინტერესებდა. ნახეთ, შეთავაზებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პერსპექტივების დანახებას, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას ვიღაცამ აუხსნას რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე და რა ბენეფიტები ექნება ადამიანს თუ კი იგი ამ საქმით დაკავდება. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამას ყველაფერს საკმაოდ დიდი მომავალი აქვს. კი ბატონ გივი, თქვენ აი რაც ახსენეთ ზუსტად ეგ რატო არის პოპულარული მეზღვაურის პროფესია ის საზღვაოდაგნა ყველაზე უფრო იმიტომ რომ ინფორმატიულობა ანუ მეტია, გაცნობიერება მეტია საზოგადოებაში და თან შემოსავლებიც მიმზიდველია. თუ ამ დონის გაცნობიტი სამუშაოები ჩატარდება და უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვით და ზუსტად მაგისკენ არის ეს საოკეანო პაქტიც მიმართული, რომ უფრო გაცნობიერებული გახდეს საზოგადოება იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც აქვს ოკეანეს და ლოზუნგი მაგ ოკეანის პაქტის არის Ocean Matters, ანუ ოკეანეს დიდი მნიშვნელობა გააჩნია. რა თქმა უნდა, იქნება მოთხოვნაც, მაგრამ ამას უნდა ძალიან კარგი სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომ ჩვენი ახალგაზრდები ჩავრთოთ ამ საკითხში და ასევე მოქმედი სპეციალისტების გადაკვალიფიცირებაც მოხდეს იმ მიმართულებებით, რომლებიც არის აქტუალური. იმიტომ რომ ზღვა არ არის მხოლოდ გემი. თუ კი ჩვენ ზღვას არ დავიცავთ, მაშინ იქ გემიც ვეღარ ივლის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია და ნათია მახსენა ნაწილობრივ რომ ეკოლოგია შავი ზღვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ეს მხარეც არის პრობლემური და ცოტათი მიუხედავი ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ყავს სპეციალისტები, ვინც ამაზე ლაპარაკობს, მაგრამ შავი ზღვის აუზი და ჩვენი ბიომრავალფეროვნება არის საფრთხის ქვეშ და ამაზე ჩვენი ბათუმელი გუჩვანიძეები არაერთხელ საუბრობენ იქტიოლოგები, რომ კარგავთ შავი ზღვის აუზის ბიომრავალფეროვნება სტრატეგია ახსენეთ და მინდა მითხრათ, ვინ უნდა იზრუნოს ამ სტრატეგიებზე, გრძელვადიან სტრატეგიებზე, რომელიც რაღაც ბევრი მიმართულებით სასარგებლო შეიძლება იყოს არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ იმ ყველა ქვეყნისთვის, რომელიც აი ამ პაქტის ხელმომწერი არის, ესე ვთქვათ. ნუ ამაზე პასუხი ძალიან ნიოლია. იმ სტუდენტმა, რომელმაც დღეს დაიწყო სწავლა, იქიდან დაწყებული და ყველაზე მაღალ ეშელონებით დამთავრებული. ყველა უნდა იყოს ამ საქმეში ჩართული და სტრატეგიის ჩამოყალიბება. ეს სტრატეგია უკვე დაწყებულია საქართველოში და შემუშავებულიც არის. რაღაც სახით, უბრალოდ მას ჭირდება დრო და ეს აუცილებლად გახდება ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგი საქართველოში, იმიტომ რომ ზღვა არის ჩვენი მკვებავი, აი ძალიან ისე მშრალად რო ვთქვათ. კი ბატონო.
ძალიან დიდი მადლობა. ეს თემა ჩემი საყვარელი თემა გახდა დღეს. და კიდევ დაუბრუნდებით იმედია, როცა კარგ პროექტებს და კარგ იდეებს მოგვიტანთ გადაცემაში. მადლობა გივი ციცქიშვილი, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის თანაშემწე აკადემიურ მიმართულებით და ნათია მიქელთაძე, პროფესიული უნარების ჰაბის აღმასრულებელი დირექტორი იყვნენ ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები და საუბრობდით შავი ზღვის პოტენციალზე, პერსპექტივაზე განათლების ჭრილში. ცხადია მადლობა და ვემშვიდობებით. დიდი მადლობა თქვენ. გმადლობთ მოწვევისთვის. გადაცემის ბოლოს აუცილებლად უნდა გაგაცნოთ განცხადება, რომელიც გაავრცელა მოძრაობამ ქართული განათლება საფრთხეშია, რომლითაც მოძრაობა და მისი წევრი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები და მკვლევარები სოლიდარობას უცხადებენ თსეუს პროფესორს მარინე ჩიტაშვილს, რომლის წინააღმდეგაც მათი თქმით სახელმწიფო პარტიის მაღალჩინოსნებმა არაკეთილსინდისერი დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყეს. წაკითხავთ მოკლე ამონარიც განცხადებიდან. ქალბატონმა მარინემ 7 ოქტომბერს ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში შეაფასა 4 ოქტომბრის მოვლენები. ამ ინტერვიუდან ამოღებული ცალკეული წინადადებები დამახინჯებულად კონტექსტიდან ამოღებულად გაავრცელეს ქართული ოცნების ლიდერებმა. მათ მიერ გავრცელებული ინტერპრეტაცია აცდენილია ინტერვიუს ნამდვილ შინაარს. ჩვენ ეს შემთხვევა არ გვესმის როგორც ერთეული ინციდენტი. ეს არის უნივერსიტეტების ავტონომიის, აკადემიური თავისუფლებისა და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითი. ჩვენ ვდგავართ პროფესორ მარინე ჩიტაშვილის გვერდით და ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომლებიც უნივერსიტეტის ფუძემდებლურ პრინციპებს წარმოადგენს: თავისუფლება, სიმართლე, ღირსება. ნათქვამია განცხადებაში. მარინე ჩიტაშვილი არაერთხელ ყოფილა ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძალიან ღირებული სტუმარი ვიტყოდი და მადლობა მას იმ ღვაწლისთვის, რაც მას განათლების სფეროში აქვს ჩადებული. მომდევნო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, ხუთშაბათს 6 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე დავზუმავთ ისევ განათლებაზე. ნახვამდის.